გამარჯობა ბატონო კოკა. დიდი მადლობა რომ გვესტუმრე აკადემიურ წიგნში. და დღეს ვისაუბროთ ამ რაღაც უნიკალურ გამოცემაზე. გოეთეს ფაუსტი ჩემი ნაშრომი მონოგრაფია. ჩემი ნაშრომი მონოგრაფია. ცდები თუ მართლა ასეა? ასეთი ფუნდამენტური გამოკვლევა ფაუსტზე ქართულ სამეცნიერო რეალობაში პირველია. ფაქტია რომ პირველი არის ანუ საკუთრივ მონოგრაფია თვითონ ამ თემაზე, რასაც ქვია გოეთეს ფაუსტი. ეხლა ადრე იყო რა თქმა უნდა ნაშრომები საბჭოთა პერიოდში, როცა ქართველი გოეთეს და გერმანისტები და გოეთეს კვლევრები თქვა იკვლევდნენ ფაუსტს, ოღონდ ფაუსტზე აქვთ ანალიზი გამოკვლევები, უბრალოდ ცალკე ნაშრომები არ დაყოფილა ამაზე, მათ ნაშრომან ცალკე სტატიები იყო გოეთეს ფაუსტზე, სხვადასხვა კუთხით, ძირითადად მაინც უფრო ძველი რაღაცა მარქსისტული პერსპექტივიდან, დიალექტიკური მატერიალიზმის მეთოდით და ამ თვალსაზრისით და ცალკე ნაშრომი გოეთეს ფაუსტზე აქამდე არ ყოფილა. უბრალოდ ქონდა თქვა აი იგივე ხა ოთაჯინორიას ქონდა ნაშრომი ესე გოეთეს შემოქმედებაზე და იქ ორი თავი ეძღვნება საკუთრივ ფაუსტს, მაგრამ ისე რომ თქვა ხალხი რაღაცა ესეთი ფუნდამენტური ნაშრომი ყოფილიყო ფაუსტზე და თან ეს არაიდეოლოგიზირებული წაკითხვით ეს პირველია, იმიტომ რომ ეხა საბჭოთა პერიოდში თუ გოეთეზე რამე იწერებოდა საქართველოში, მაინც იდეოლოგიზირებული იყო და აი ამ კლასთა ბრძოლის პერსპექტივიდან და მარქსიზმის მარქსისტული იდეოლოგიიდან და მოკლედ იდეოლოგიზირებული წაკითხვა. ზუსტად იგივე რაც იყო მე მთელ საბჭოთა კავშირში და რაც იყო თქვა გდრ-ში, აღმოსავლეთ გერმანიაში. იქაც წინდად იდეოლოგიზირებული წაკითხვა იყო და ფაუსტის როგორც პერსონაჟის იდეოლოგიზირებული იყო ეს პერსონაჟი და იდეალიზებული თვალსაზრისით რომ ვითომ ის იყო რაღაც აი განსაკუთრებით ეს ფოკუსირებულნი იყვნენ თვითონ ტექსტი ასევა ამ იდეოლოგიური შესაძლებლობა თვითონ ასეთი ტიპის იდეოლოგიზირებული კვლევები ორიენტირებულნი იყვნენ ფაუსტის მეორე ნაწილის მეხუთე მოქმედებაზე. რადგან ფაუსტი გვეუბნება კოლონიზატორად, ფაქტობრივად დიქტატორია, დაპყრებული რაღაცა ზღვისპირა კოლონიაზე ესე რაღაცა ნახევრად კაპიტალისტური, ნახევრად სოციალისტური რეჟიმი იქ თავის მოქალაქეებს ლამის პირდაპირ ესე ხმებს უწოდებს კნეიხტე. და გამოყვანილია ფაუსტი როგორც რაღაცა ახალი მოდერნული სამყაროს მოწინავე პერსონაჟი, რომელიც რაღაც ახალი ტექნოლოგიები შემოაყალიბა, ბუნებას ებრძვის და ცდილობს დაამარცხოს ბუნება და ტოტალიტარულ სისტემებში ეს მნიშვნელოვანია, რომ აი რომ ადამიანი როგორ ცდილობს რომ დაიმორჩილოს ბუნება, გააკონტროლოს და თქვათ მერე ამის ბაზაზე მერე რაღაც შექმნას ახალი რაღაც საზოგადოება, ახალი პოლიტიკური რეჟიმი. ხო და ასე რომ ასეთი ტიპის კვლევები იყო როგორც საბჭოთა პერიოდში, როგორც საქართველოში, ისე ზოგადად საბჭოთა კავშირში და იგივე შემთხვევით არა თქვა კომუნისტურ გერმანიაშიც ამ პერსპექტივიდან იყო კვლევა და ჩემიც და ამ ნაშრომში არის ის რომ რაღაცა შევეცადე რომ სხვადასხვა პერსპექტივიდან ყოფილიყო წაკითხვა ასე ვთქვათ, ხო, ვთქვათ იქ. როგორც მოდერნიზმის ეპოქის შვილმა დაუშვი რომ გოეთეს ფაუსტი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ეპოქის კუთვნილება, არამედ ეს არის მარადიული ღირებულების მატარებელი ტექსტი. და სწორედ აქედან მოდის, ამ მოდერნისტული ხედვიდან მოდის, სწორედ სხვა პერსპექტივების ცდელობა ყოველ შემთხვევაში, არა? და სხვაგვარად ინტერპრეტაციის ცდელობა. კი, რა თქმა უნდა, თვითონ ტექსტი და ფაუსტის პერსონაჟი იძლევა ამ შესაძლებლობას. იქ შესაძლებელია ხარ თუნდაც ზოგადად პოლიტიკური წაკითხვა, კულტუროლოგიური, თეოლოგიური, ისტორიული, სოციოლოგიური ფსიქოანალიტიკური ათასნაირი პერსპექტივა, რელიგიური, ფილოსოფიური ან ნატურფილოსოფიური წაკითხები და რაღაცნაირად აი ცოტა აი ამ პერსპექტივებიდან შევეცადე რომ ეს უნივერსალური ტექსტია და ამიტომ კვლევისგან მოითხოვს რაღაცა უნივერსალურ მიდგომას. ეს რთულია თავისად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე გამოჩნდება თუ დაიწერება მე წესი დარიგით თავის რეცენზიები, როგორც როცა გამოდის ახალი ნაშრომი, მხატვრული ტექსტი იქნება თუ სამეცნიერო ტექსტი, როგორც წესი რეცენზიები იწერება. იმედია მე რა ვიცი, ოდესმე დაიწერება ამ ნაშრომზე რეცენზია და იქნება მე განხილვები და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ტექსტი უნივერსალურია, ფაუსტის პერსონაჟი თვითონ მოდერნისტი პერსონაჟია, იმიტომ რომ ეს არის გამოხატული ინდივიდუალობა და მასში გამოხატული სუბიექტურობა. ოცემული თან ეს მრავალპლანიანი პერსონაჟია, ხო? თვითონ ამბობს რომ შევისწავლე ფილოსოფია,
თეოლოგია, მედიცინა, იურისპრუდენცია, ანუ ფლობს ამ ეგრეთ წოდებულ ეპისტემეს, ანუ მთელი ის ცოდნა, რაც იყო, თქვათ, მოდერნის ეპოქამდე ან მოდერნის ეპოქაში რაც არის. ამ ყველაფერს ფლობს ის ის ტექსტში ჩამასწრობ, თქვათ, ფაუსტი კარგად იცნობს თვითონ მის თანამედროვე, ანუ გოეთეს თანამედროვე იდეალისტურ ფილოსოფიას. იქ არის კანტიანური ელემენტები, ფიხტიანური ელემენტები, ანუ ჰეგელიანური დისკუსია ჰეგელთან. ანუ ეს თანამედროვე იდეალისტური ფილოსოფიის, თქვათ, შენაკადები არის ამ ნაწარმოებში და მასთან კამათი დისკუსია გადააზრება და გარდა ამისა, მოდერნულობაზე როცა საუბარი ამ ტექსტის, მოდერნის ეპოქის პროცესების ანალიზია ამ ტექსტში მოცემული ერთგვარად, ანალიზი თქვათ პირობითად რო თქვათ. ანუ ეს ადრეული სოციალიზმი რაც ჩდება თვითონ გოეთეს სიცოცხლეში მხედველობაში მაგ სენ-სიმონიზმი ეს ადრეული სოციალისტური წარმოდგენა ფაქტიურად საუბარი ემაზე რომ მეც ამ ხას მივყვები რომ იმ მეხუთე მოქმედებაში მეორე ნაწილისა ზღვისპირა კოლონიაში ფაუსტი აი ამ რაღაც ადრეული სოციალიზმის რაღაც სისტემას დისტოპიურ რაღაცას ხატავს. ხო საბოლოო ჯამში ეს დისტოპიური, ანუ ანტიუტოპია ფაქტიურად და დისტოპიური მომენტია, ანუ რაღაცა კაცობრიობის როცა პირქუში ნაწარმოები ესეთი მზიური ნაწარმოები არ არის. კონკრეტულად მოდერნის ეპოქა არის რაღაცა გლობალურად დეჰუმანიზებული, დესაკრალიზებული და ფაქტიურად ფაუსტიც აი ამ გლობალურ პროცესებშია ჩაგრეული. განსაკუთრებით ესე თქვის მეორე ნაწილზე. ხო და ის გამოდის როგორც აი მოწინავე, აი ფუტურისტი ერთგვარად, ჭალებში ფუტურისტი, რომელიც რაღაც ცდილობს აი ეს ეგრეთ წოდებული მანქანურ-ტექნიკური ცივილიზაცია დაამყაროს იქ თავის ზღვისპირა კოლონიაში და აქვს ეს იდეა ფიქსი. დაიმორჩილოს ბუნება, კერძო ზღვა. ხო? და ეს როგორც ცხოვრების სიმბოლო, ესეთი ტრადიციული სიმბოლო ცხოვრებისა. ხო, ზღვა ყველანაირ თვალსაზრისით შეგვიძლია ეს გავიაზროთ, თქვათ, ანთროპოლოგიურ სიმწყეზე შეიძლება ვთქვათ, რომ თქვათ ზღვა ამ შემთხვევაში როგორც თვითონ ფაუსტის, როგორც ამ პერსონაჟის შინაგანი რაღაცა ეს სტიქიური არსი, წამლეკავი არსი, არაცნობიერი სტიქია და ზღვის დამორჩილება, როგორც აი თქვათ აი ამ სტიქიურობის საკუთარ არსში დამორჩილება, მაგრამ თუ ეხლა თქვათ ეს გავიტანთ ამას უფრო ფართო აი ისტორიულ კონტექსტში, მაშინ ამ შემთხვევაში ზღვა, როგორც ბუნების სტიქია, რომ და ცდილობს ფაუსტი რომ ის გააკონტროლოს და დაიმორჩილოს. ამ შემთხვევაში ის რა ცდილობს? ჯებირების აშენების პროცესი მიდის, ზღვის უკუქცევა და ზღვისგან მიწის გამოტაცება. აი ეს იდეა ფიქსია. ამას რაღაც დონეზე მიაღწევს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მიაღწევს ფაუსტი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ადამიანის აი ეს იდეა ფიქსი, კარგად და ამ თანამედროვე პოლიტიკური სისტემების, განსაკუთრებით აი ტოტალიტარული სისტემების იდეა ფიქსი, რომ ბუნების აბსოლუტური კონტროლი და შემდგომ ეს ბუნების წიაღისეულის ენერგიების მოხმარება და ამის საფუძველზე მე რაღაც ამ ცივილიზაციის სისტემის, პოლიტიკური სისტემის, მარადიული სისტემის დაფუძნება, მაგრამ გოეთესთან ეს არის სწორედ ირონიზებული, რომ საბოლოო ჯამში ფაუსტი იმ ზღვას ვერ იმორჩილებს, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში ის ჯებირები ვეღარ გაუძლებს ამ ზღვის შემოტევას და ის ქალაქი და ის ცივილიზაცია, რაც ფაუსტმა გააჩენა, სრულიად წაილეკება. ანუ ადამიანი მაინც უფრო პატარა არის ვიდრე სამყარო. რა თქმა უნდა და აი აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი, აი ეს ეთიკური საწყისია მნიშვნელოვანი გოეთეს საკითხი ძალიან კარგი სიტყვა აქვს, მისი გოეთესეული ეთიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური ტერმინია ეს ერფურხტ. მე მგონი რა მიუთითებენ კომენტატორები, თვითონ გოეთეს ნეოლოგიზმია ეს. ერფურხტ ამ შემთხვევაში ეს გერმანული სიტყვა და შესაბამისად გოეთეს ეთიკის მთავარი ტერმინი ნიშნავს მოწიწებას, მოკრძალებას, მოფრთხილებას და მე გოეთე ხას უსვამს რომ აქ ლაპარაკია მოკრძალება, მოფრთხილებაზე, დაზოგვაზე რამოდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი არის სწორედ ეს მოფრთხილება, დაზოგვა და ბუნებასთან დამოკიდებულებაში. ბუნებაზე ძალადობა არ შეიძლება, პირიქით ბუნება მე აქეთ უთხრამს ადამიანს. ბუნების განადგურება წმინდა და ეთიკური თვალსაზრისით, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისითაც ხო. მე საუბრობს მოფრთხილება, ანუ სამი განზომილება, ანუ ერფურხტი, ანუ მოკრძალება, მოფრთხილება სამი მიმართულებით, ანუ ზეცისკენ, მიწისკენ და საკუთარი თავისკენ. აი ეს იდეა არის ეს ერთგვარ ტექსტი გაფრთხილებაც არის და ტექსტი რომელიც ასე გვასწავლის რომ რაღაცნაირად
ადამიანმა ეს ერფურშტის ეთიკით შეიმოსოს, რომ მას კონდეს მოფრთხილების ეთიკა, დაზოხვის, კრძალვის, მოკრძალების ეთიკა ზეცის მიმართ, აი ამ საკრალურობის მიმართ, მიწის მიმართ, ანუ ბუნების მიმართ, საკუთარი მოყვასის მიმართ და მე გოთახას უშუალოდ რომ ეს მოკრძალების ეთიკა, მოფრთხილების ეთიკა ადამიანი თავის თავიდან დაიწყებდეს ამას. ანუ პირველ რიგში საკუთარი თავის. როდესაც ადამიანი ერთ-ერთი კაცობრიობა რო გავყოთ ორ ნაწილად, მორწმუნე ან ურწმუნო. მორწმუნეს მიაჩნია მას ადამიანზე ზემოთ დგას აღმატებული ძალა, ურწმუნოს მიაჩნია რომ ადამიანი არის უკიდურესი ძალა, ყველაზე მაღალი. იმის იქით აღარაფერი აღარ არსებობს. სწორედ მოკრძალება, რასაც რასაც ახლა საუბრობ, ალბათ სწორედ ამის გამოხატულება, რომ ადამიანი მორალური, ეთიკური თუ რელიგიური თვალსაზრისით თავის თავს არაყენებს ყველაზე მაღლა სამყაროში. რა თქმა უნდა. და ეს საწყისი ეგაა პირველ რიგში საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა ეს თავის მიმართ მოფრთხილების მომენტი. და აქედან მერე უკვე იწყება ეს ფართო მასშტაბით გადის ეს ეთიკური იმპულსები ყველა მიმართულებთან. აი სხვათაშორის აი შემთხვევით არის რაღაც ლაიტმოტივურად რამოდენიმე ჩდება ეს ფაუსტზე ფაუსტს მოიხსენიებენ როგორც უღმერთოს. ეს საინტერესო მომენტია. ანუ გოთლოს, ანუ პირდაპირ ეს ხო, უღმერთო. გრეთ პირველ ნაწილში, მე მგონი გრეთიანიც ამბობს, მაგრამ აი მეორე ნაწილში იქ ინტერტექსტუალური მომენტია, აი გამოყვანილი ყავს გოეთეს მეხუთე მოქმედებაში მეორე ნაწილის მოხუცი ცოლ-ქმარი. ფილემონი და ბალკიდე. იქ ინტერტექსტუალური მიმართება აქ მეტამორფოზებთან ოვიდიუსს, მაგრამ თავარი ის არის, რომ აი ეს ბალკიდე ამბობს, სწორედ რომ აი ეს უღმერთო, რომელიც აი ესეთ სასტიკი რეჟიმი აქვს დამყარებული და რომელიც ცდილობს რომ მიიტაცოს ჩვენი კარგი დამოა. და ეხლა რა არის ეხლა ფაუს უზარმაზარის აქვს რა ქვია სასახლე თვითონ აქვს ეს პოლიტიკური რეჟიმი დამყარებული. აქვს კოლონიები ზღვის იქით ამ მხარეებში, მაგრამ აი მერე იწყება ეს გაუმაძვრობა, რომ აი მოხუცი ცოლ-ქმარი პატარა ესეთი ჰარმონიული კარგი დამოს ხელში ჭამდება ხოლმე, ვერ იტანს რომ თქვა იქ არის ეს ამათი პატარა სახლი, იდილიური გარემო, იქვე არის კაპელა, პატარა სამლოცველო, იქვე არის ეს ბაღნარი, იქვე არის ეს ცაცხვების კორობი და ვერიტას ფაუსტი რომ აი კიდე რაღაცა არის რომ რაც მისი ასე თქვა ძალაუფლების მიღმა და ნუ მე ის თავისუფლების ოაზის ვერიტას ხო ანუ ეს არის ის ჰარმონია რაც თქვა ტრადიციულია და არსებულია და ის სივრცეა სადაც ეს ერფურშტია ხო და ეს აღიზიანებს მას და ბოლოს ნუ მიიტაცებს და იქ სხვა შორის მეფისტოფელი ამბობს ეს საინტერესო ტერმინს, რაც იმ პერიოდში ახალი გამოჩენილია, ეს კოლონიზება და მე ვიცით მე-19-20 საუკუნეში ამ ყველა მასშტაბები აქვს ამ კოლონიალიზმს და კოლონიზება ზუსტად როგორც ესე იგი თქვა მიმძლავრება, მიტაცება, არა მარტო მიწის, არამედ თქვა იმ მიწიანად იმ ყველაფრის, იმ ბუნების, იმ რაღაც გარკვეულ ტერიტორიაზე ძალადობა, მიმძლავრება და იმ ადამიანების მერე განადგურება. ესე შემთხვევით არა და აი ამიტომაც არის საინტერესო აქტუალურია ეს ტექსტი გოეთეცი როგორც ერთგვარი ვიზიონია აი მოდერნის დიდი ეპოქის ხო როგორც დღესაც არის ხო რომელშიც სადაც აი დიდი დოზებით არის ეს არაჰუმანური მომენტები და რომელიც აი ამ ერფურშტისგან დაცლილია და ამიტომაც გვევლინება ფაუსტი თავიდან პირიქით აი პირველ ნაწილში ფაუსტი არის სწორედ აი რაღაცნაირი რომანტიკოსი პერსონაჟი ვით არის უნდა რომ აი ეს ერფურშტის ეს მოწიწება კრძალვის მომენტი აქვს ზუსტად ბუნების მიმართ რომ უნდა რომ შეიმეცნოს ამ ბუნებისგან ამ ესთეტიურ თქმობას იღებს კრძალვით აი როგორი თუნდაც იმ სცენაში ხო აი მიწისულის გამოცხადების სცენა როგორი კრძალვით და რაღაცა ესეთი მოლოდინით არის ახსნილი რომ რაღაცა შეიმეცნოს და ჩაწვდეს სამყაროს და ბუნების რაღაც არსს აი წმინდა რომანტიკოსი პერსონაჟი გადის ბუნების წიაღში იქ არის კიდევ ერთი სცენა ტყედამღვიმე იქაც როგორ ბუნების ჭურეტა აი წმინდა და ესეთი რომანტიკოსი პერსონაჟები რაც ვიცით ჩვენ რომანტიკოსი პერსონაჟები რომ ბუნების წიაღში ხდება აი აღთვალნებულია და აღთვალნება ბუნების ტკბობა
ბუნების შემეცნება და აი თქვა ამ გზაზე მე უკვე აი ღვთაებრივი წესრიგით თკბობა, მისი შემეცნება და აი რაღაცა ეს ზესთა გონების მოპოვება. და ზიარება მას. ამ ყველაფერთან ზიარება და ამით აი სიხარული. და ეს ყველაფერი მე უკვე მეორე ნაწილის ფაუში აბსოლუტურად ხრება, როდესაც ის აი ეს იდეა ფიქსი შეიტყოს მას, აი ზღვის დამორჩილების და მე ცდილობს რომ ამის ყველაფრის რეალიზებას მეხუთე მოქმედებაში. კი რაღაც დონეზე მიაღწევს ამას და დაიმორჩილებს მას, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ილუზორული აღმოჩნდება ეს ყველაფერი, ანუ ის ცივილიზაცია რაც მან გააშენა, ხო, თქვა იმ ზღვის სანაპიროზე წაილეკება საბოლოო ჯამში. ანუ რაღაცნაირად ერთგვარ გაფრთხილებაა გოეთესი, რომ ეს მოდერნული ეპოქა შესაძლოა იყოს აი ესეთი ტიპის ადამიანებით, უხტო ადამიანებით დასახლებული და მოდერნის ეპოქა როგორც თვითგამანადგურებელი რაღაცა ჟამიანობა ერთხელ. იოანეს აბანისტე ხმარობს ერთ ძალიან მაგარ სიტყვას აი ამ კონტექსტში შეიძლება საინტერესო ეს იყოს. რომ აბომავე ისწავლა ქრისტიანობა შეემეცნა ქრისტეს, არა შეიმეცნა. არამედ შეემეცნა, თვითონ თავისთავად უარყოს, სწორედ ამ ერფუხტი გამოიჩინა და ქრისტიანი არა უზენა ესწავლათ და თვითონ თავისთავად მიუძღვნა მას. ფაუსტი პირიქით არის, იმიტომ რომ ფაუსტთან არის ზუსტად აი საინტერესოა ეგ რო გაიხსენეთ, ესე იგი იქ არის ფიგურირებს ეს ერქენენ და ერფასენ. ფაუსტი აი ცდილობს ერფასენ არის ზუსტად აი ეს სულისმიერი წვდომა და შესისხორცება იმას, რასაც იმეცნობს. ხო, ის შემოიტანა შენში და არა შენ უარყოს. ხო და ერქენენი უკვე აქ ის პრობლემაა, გოეთე ამას უშუალოდ. ანუ ეს გონება როგორც წესიდარიგით უნდა ყოფილიყო, თქვა გონება, ფერნუფტი როგორც მორალური ორგანო, მისი გადაგვარება ხდება ფაუსტის არსში. ანუ ის ზესთა გონება, რასაც ფლობდა იმ ზესთა გონებით ის ახორციელებდა აი ამ ერფასენს, ანუ წვდომას, აი სისხორცეული წვდომა, თქვა იგივე ბუნების, იგივე სამყაროს და ამით სიხარული და მასთან ერთყოფის განცდა იყო და აქ უკვე ეს ფაუსტის ეს ზესთა გონება უკვე აი გამომთვლელ რაციოთ მოხდა მისი გადაგვარება. რომელიც მხოლოდ აი ესეთ მანქანურ ტექნიკურ რაღაცა გათვლებს აკეთებს და გონება რომელიც მე უკვე მის ძალაუფლებას განავრცობს და ავრცელებს ლამის თელი სამყაროს მასშტაბით. აი ეს პრობლემაა ზუსტად წამოწეული წინ გოეთესთან, რომ მოდერნის ეპოქაში რაღაცნაირად აი ეს ზესთა გონება, აი ეს ის სულიერ ძალმოსილება შემოცნებისა, როდესაც თქვათ შემეცნების ობიექტი არის ცოცხალი არსი, აი ბუნება. აი უკვე გამომთვლელი გონებისთვის ის უკვე არის ცალკეული მატერია, მექანიკის კანონებით რაღაცა მოცული, რაღაცა ენერგია, წმინდა მატერიალისტური ხედვა. და ფაქტიურად რა გვაქვს, რომ პირველი ნაწილის რომანტიკოსი, იდეალისტი ფაუსტი, მეორე ნაწილში გადაიქცევა რაღაცა მატერიალისტური ცნობიერების მატარებელ პერსონაჟად. ეს ხადე ეთიკურადაც ის დაცლილია, მე ერფუხტისაგან. აქვს უკვე ეს ერქენენი. ერფასენს უკვე ერქენენი არის სწორედ აი ეს მხოლოდ აი ეს რაციონალური გამომყენებლობითი შემეცნება საგნების და მოვლენების. ანუ წმინდად პოზიტივისტური მომენტია. და ეს მეფისტოფელი ზუსტად აი შემოდის რომელიც ცდილობს რომ ეს ზესთა გონება დაბლოკოს ფაუსტის აზრში და მერე აი მასში გააღვივოს აი ეს რაღაც პოზიტივისტური რაღაც სული ასე ვთქვათ. ეს ვაგნერი მისი მოსწავლეც არის ამისი პერსონაჟი. ნუ ვაგნერიც ხო ვაგნერი რომელიც არის აი ამ ეთიკურობისაგან დაცლილი თანამედროვე მეცნიერების რაღაცა იკონა ერთგვარი კრეფსიტი სახე. თვითონაც ამბობს ეს ვაგნერი რომ ჯერ ესეთი მასა აქვს ანუ დამოუკიდებელი სწრაფები, მეცნიერული სწრაფები ამ ვაგნერს, ან ვაგნერი რომელიც არის ეს ფაუსტის ისა, ხო დივანი, ფამულუს ხო როგორც დივანი თან ცხოვრობს და ფაუსტის სახლში ამავდროულად. იმას დიდი რაღაცა ესეთი ეთიკური მეცნიერული სწრაფები არ აქვს. მისთვის თავარი იდეა ფიქსი არის რომ გახდეს სახელგანთქმული მეცნიერი, იყოს აღიარებული მეცნიერი, აი წმინდა ეს ამბიციური პატიმოყვარე მომენტები აქვს ვაგნერს. მე ამან დიდი შემოსავალი მოუტანოს და მე მართლაც ესეთი ხდება მე მეორე ნაწილში ის რაღაც გაპროფესორდება და მე მეფისტოფელის რაღაც ირონიით აუ შენის ვაგნერი არ ხარო რომელიც ახლა რომლის სახელის კათედრებზე გუხს და ასე შემდეგ.
ხოდა დიდი რაღაცა იდეალები მას არ აქვს. მას აქვს რომ მეცნიერება საშუალებაა მისთვის რომ ასე ვთქვათ მოიპოვოს მატერიალური უზრუნველყოფის მოიპოვოს სტატუსი, იყოს ახალგანთქმული და ის წმინდა პოზიტივისტური სულის განსახიერება მისთვის ბუნება არც ესთეტიური თქმობის საგანია, არც რაღაც ეთიკური მიმართების საგანია, ის არის მისთვის წმინდა მატერია, რომელიც უნდა მოიხმარო და რაღაცა მოახმაროს საკუთარ რაღაცა პოზიტივისტურ ტექნოკრატულ რაღაცა მიზნებს და დაიმორჩილოს ბუნება და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ვაგნერიც და მეფისტოფელიც შემთხვევითი არ არის რომ მე ისინი ერთად აკეთებენ იმ ხელოვნურ ადამიანს. პატარა კაცუნას კოლბაში გამოხავთ ერთად ეს ხელოვნური ადამიანი ჰომუნკულუსი. ეს ჰომუნკულუსიც არის ერთგვარი რაღაც ხელოვნური ინტელექტია, რომელშიც ფაქტობრივად ჩათვირთულია მთელი ის იმ პერიოდის ცოდნა, ყველანაირი ცოდნა, დიდი ინფორმაციული ცოდნა, სწრაფად აზროვნება შეუძლია და საუბრობენ იმაზე, რომ ეს გოეთემო რაღაც ერთგვარად ეს ხელოვნური ინტელექტი იწინასწარმეტყველა ჰომუნკულუსის სახით. ხო და თუმცა თქვა ხელოვნური ინტელექტი არ გამოდის, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვხვდები ინტერნეტის მთელი იდეა არის რომ კაცობრიობა ყველა ადამიანი ჩვენ ცოდნას დებთ და ეს იქცევა ერთ საერთოდ ცოდნა და თუ კი ერთი ადამიანი ან ვიწრო ჯგუფი მოინდომებს განაცხადებს რომ მე ვიცი ჭეშმარიტება და ჩემი ცოდნა იქნება უნდა იყოს საყოველთაოდ მიღებული ეს იქნება უკვე ნამდვილად დიქტატურა ავტოკრატია და დიქტატურა ხო ფაქტიურად ეს ჩანაფიქრია მათ ქმედებაში ლაბორატორიაში ანუ საინტერესო მომენტია რომ როდესაც ეს მეფისტოფელი და ფაუსტი ბოდიში მეფისტოფელი და ვაგნერი კოლბაში გამოყავთ თან ბიოქიმიკური მეთოდით იქ აი ეს ცილა შარდოვანას მეთოდი იყო იმ პერიოდში ახალი აღმოჩენა გოეთემაც ამას მიაქცია ყურადღება ეს მეთოდი გადმოიტანა ჰომუნკულუსის გაკეთებისას ანუ რაღაცა ფორმულა რომლის იმ ფორმულის მიხედვით კეთდება რაღაცა კრისტალური ნივთიერებები და ამ კრისტალური ნივთიერებებიდან ხელოვნურად მიღებული ნივთიერებებიდან ნაერთებისგან შესაძლებელია მერე ორგანული რაღაცა ქსოვილების და უჯრედების მერე გაკეთება ანუ ფილოსოფიური ქვა რომელიც გარდაქმნის ეს უკვე თანამედროვე მაგია ასე ვთქვათ ანუ თანამედროვე მეცნიერული ტექნოლოგია ხო მაგრამ ის ალქიმიური მეთოდის მე გოეთემ გვერდზე გადადო პირველ ვერსიაში მას უნდა პარაცელსუსის მეთოდით სპერმისგან გაკეთებული იყოს ჰომუნკულუსი პარაცელსუსის მეთოდი აქვს რა რაღაცა ჩვენო თუ მოვათავსებთ კოლბაშიო და მე დახულ კოლბაში და 40 დღე გავაჩერებთ სპერმაზო მე იქიდან ჩვენ პატარა ადამიანი გამოიჩეკება ჩვეულებრივ პატარა სრულყოფილი ადამიანი გამოიჩეკება და თქო თავარია რომ ეს 40 დღის მანძილზე ეს კოლბა კარგად იყოს დაუქული და რაღაცა საკვები მივაწოდოთ და გოეთეს ესე ქონდა ჩაფიქრებული ჰომუნკულუსის გაკეთება მაგრამ მე უცებ შეიტყო რომ ველერი აი გიოტინგენის უნივერსიტეტში მოღვაწე მისი ძეგლი დგას ექსპლუატაციაში ცნობილი პერიოდის ბიოქიმიკოსი აი სწორედ მან ასე ვთქვათ არაორგანული ნაერთისგან მიიღო შემდგომ მისაფუძველზე მიიღო უკვე ორგანული ნაერთები ანუ რაღაცა ქსოვილიცებრი უკვე ორგანული ქსოვილები და რაღაცა უჯრედების მიღება შეძლო ამ ნაერთისგან ცილა შარდოვანას ნაერთი დაახლოებით ესე ხო და ამიტომ ეს გოეთემ უკვე ის რაც მაგიური იყო და შუა საუკუნეებრივ ანუ რენესანსის ეპოქის სპეციალურად შეცვალა აი მოდერნული მეცნიერების ახალი ტექნოლოგიით და მიღწევით ხო აი ცილა შარდოვანას სინთეზი რაც ვიოლებმა ჩაატარა და ის იმ მეთოდით უკვე აკეთებენ მე ბოლოს ჰომუნკულუსს ეს მეფისტოფელი და ეს ვაგნერი ანუ მაინც ადამიანია და არა რაღაც ცარიელი რაციო ეს ჰომუნკულუსი როგორ არის იცით ჰომუნკულუსი ეს ხელოვნური ინტელექტია და კოლბიდან არ უნდა გავიდეს კოლბიდან თუ გავა იქ ზემოქმედება ბიოქიმიკური ფიზიკური და ის იღუპება ის სულ კოლბაშია უბრალოდ პაწაწინა ადამიანია ოღონდ რაც თავარია მას აქვს ეს კოგნიტურია ეს აზროვნებითი უნარები შეუძლია სწრაფად აზროვნება ბევრად სწრაფად ვიდრე მეფისტოფელეს თუნდაც და რაც თავარია მას აქვს ეს უზარმაზარი ცოდნა იცის რა არის თქვა და რაში გამოდგება ეს პატარა ჰომუნკულუსი ეს თვითონ ვაგნერის ამბიციაა რომ მე ეს არის პირველი მიზანია რომ მეორე ნახევრად წარმატებულია იმიტომ რომ შექმნეს ხელოვნური ინტელექტი მაგრამ სხეული არ აქვს ის უბრალოდ ანათებს
leuchtet, თუ leuchtet როგორც არის. ის უბრალოდ ანათებს აი როგორ ნატურა. ანუ ის სულია ერთგვარად არსება, ოღონდ უფრო სპირიტუალური სული, რა ხორცი არა აქვს და ვაგნერი მერე გეგმავს, ეს არის პირველ ეტაპზე და მერე გეგმავს რომ ამის საფუძველზე უფრო განავითაროს ეს ყველაფერი და უკვე შექმნას ისეთ ხელოვნური ადამიანი, რომელიც უკვე კოლბის გარეთ იარსებებს. ეს უკვე შემდგომ. მაგრამ ეს პაროდია ხო არ არის განმანათლებლობის? კი, რატომაც არა, ასეთ შეგვიძლია, ანუ ეს ერთგვარ განმანათლებლო დიალექტიკაც შეიძლება ვისაუბრო, როგორც ამას ავითარებს, ხო, როდესაც სულ ყველა შაყირებს ამას ყველაფერს. კი, შაყირიცა კრიტიკაც არის და მიუღებლობაც გოეთეს ხო, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ზედმეტი ერფურტის დაკარგვის. ერფურტის დაკარგვის მომენტია და იქ სწორედ ახლა განმანათლებლობას ის ახასიათებდა, რომ თქვა, იყო ერთი ფრანგი განმანათლებელი არ მახსოვს ხო არის, თუ გამახსენდა ვეთქვი. მე ერთი მახსოვს რუსო. არა, რუსო არის. არ მოგები. იმ პლეადის არის, ცოტა აქეთ არის მერე გილიოტინაზე რობესპიერმა თავი მოგვეთა. ხო, ეს ფრანგი განმანათლებელი ხას უსვამდა რომ რაღაცა ტოლობის ნიშანს სვამდა რომ მანქანურ ტექნიკური განვითარება მას მიაჩნდა რომ ეს იყო ასე ვთქვათ პირდაპირ პროპორციული ადამიანის ზნეობრივი განვითარების. ამ ყველა აბსურდია ხა. ტექნოლოგიური განვითარება ყოველთვის ფაქტია რომ წინასწრებს ადამიანის და კაცობრიობის რაღაცა ეთიკურ განვითარებას ხო. ამასთან ესე იყო და სწორედ ამის შაყირია როგორ შეიძლება ხა იქ მანქანურ ტექნიკურმა რაღაცა ტექნოლოგიურ განვითარებამ რაღაცა ზნეობრივის ზემოქმედება მოახდინოს ადამიანზე პოზიტიურ თვალსაზრისით ხო. თუნდაც იგივე იმ პერიოდში რაღაცა ახალი ტექნოლოგიური ძალიან ისეთი მოწინავე ჭრილებში გამოგონება იყო გილიოტინა ხო. რა თქმა უნდა გილიოტინა და ესეთი ტიპის ტექნოლოგიურმა სხვა ტიპის უფრო მასშტაბურმა ტექნოლოგიურ განვითარება როგორ შეიძლება ხა ადამიანის რაღაცა ზნეობრივი ცოტა გამოიწვიოს. არა და ეხა ეს მომენტით გულობგულოს სწამდათ ხო? ზოგიერთ გამარჯვებულ ფილოსოფოს ხო? კონდორსე გამახსენდა ხო? კონდორსე იყო მისი გვარი. ნუ პირდაპირ ამტკიცებდა რომ ეს იგი რაც უფრო განვითარდა. ან თქვა ეხლა ეს შტატივი და რაც არის ხო თქვა ეს ვიდეო კამერა ხა რანერად შეიძლება ადამიანის რაღაც. ეს ხომ ეს მოხმარების საგანია, მაგრამ იქ იმ პერიოდში ზუსტად ეს რაღაც ეს მიამიტური წმენა იყო რომ პირდაპირ ტოლობის ნიშანი იყო დასმული რომ მეცნიერულ მანქანურ აი სციენტიზმი რასაც აი მეცნიერული აზრის და აღმოჩენების განვითარება პირდაპირ პროპორციულია ის იწვევს რაღაც ადამიანის სულიერ ზნეობრივ განვითარებას. იმიტომ რომ რაღაც ბერძნებიდან მოყოლებული ტექნოლოგიური ინოვაცია მიაჩნდათ ბერძნებს ღვთაებრივ ძახილად, ღვთაებრივ ხმად. აი თეატრში დეუს ექს მახინა, რაც ღვთისნება, რაც მანქანები ჩამოიქროლებდა და მიაწვდიდა ხო? კი ბატონო, უბრალოდ ეხა ძველი ბერძენის ცნობიერება მაინც ფანერია და მაინც საკალი იყო გასული. ამის მერე ეს აღადგენს რაღაცნაირად. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ამას ყველაფერს აკეთებენ ეს უხთო ადამიანები, ხო, გოთოლოს რასაც ქვია. იგივე ეს მეფისტოფელი, იგივე ვაგნერი, ესენი არიან ახალი ტიპის რაღაცა მეცნიერები, რომლებიც ეთიკა არ გააჩნია და ამბიცია რომ ჰქონდეთ. იყვნენ სახელგანთქმულნი და ისინი აკეთებენ აი რაღაცა აი მიმართულებით. თუმცა ძველი ბერძნები ხელი გვიან ელინისტურ ეპოქაში, ძველი წელიწადის მეორე პირველ მესამე საუკუნეებში შეიძლება ითქვას რომ რაღაც ესე უღმართო და ათეისტურ საზოგადოება. ხო, ეხლა ის საზოგადოებაც წვრილი იყო, მაგრამ ისმერე ამბობთ პლატონი რომ ის წამს აბსურდია და მხოლოდ უტილიტარული გამოყენება აქვს. ხო, კი ბატონო, ეს როგორ ვიანი ანტიკურობა კიდე სხვა ათასდროული პრობლემები იყო, ხა იქთელი ძველი რომის დაცემულობა ეს ყველაფერი ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი რომ დავაბრუნოთ იმ მომენტს, გოეთესთვის ეს რა თქმა უნდა შაყირის და კრიტიკის საგანია, ხო? ანუ აქ სწორედ ის საფრთხეა ნაჩვენები, რომ ესე იგი ეს გონება ადამიანის გონება უკვე რაღაცა ინსტრუმენტული გონება, ანუ გამომთვლელი, დამანგარიშებელი, დამგეგმავი ინსტრუმენტია და არა რაღაცა ეთიკური, რაღაცა მორალური პოზიციების საწყისი და ხელის შემწყობი. და თან ისიც ხო და ეს არის სწორედ კრიტიკის საგანი, აი ეს აცდენა რაღაც მეცნიერულ კვლევებსა და ეთიკურ პოზიციებს შორის, როდესაც მეცნიერული კვლევა წინ მიდის, თქვა რაღაც აღმოჩენებია, მაგრამ ეს ეთიკური ბაზისი მას ჩამორჩება და აი ეს აწვალებს გოეთეს და
ამას ხედავს აი ამ ვითარებაში, აი თუნდაც ამ ეპიზოდში, როცა ჰომუნკულუსის გაკეთების ის არის. იქ პირდაპირ ეს სიტყვა gemacht, ანუ აი ხა მაიცაო ესე უბრალოდ რას შვებიოში მეფისტო რასა და აი ხა მოიცადე gemacht, wird ein Männlein gemacht, პატარა კაცუნა და კეთდებაო და მე რაც საინტერესოა ეს ამ გაკეთების პროცესში ზუსტად იმ ტერმინოლოგიას ახსენებს ეს ვაგნერი, რა ტერმინოლოგიასაც იყენებს ის ვიოლერი, ვინც გამოიგონა ეს გააჩატარა ეს ცილა შარდოვანას, რა ქვია, სინთეზი იქ არის ეს ტერმინი კრისტალიზაცია, რაღაცა ციანიდის და რაღაცის შერევის შედეგად მიდის რაღაც კრისტალიზაცია და მზადდება ეს ცილა შარდოვანას სინთეზი რაღაც თეთრი კრისტალური წარმონაქმნი. იმ კრისტალური წარმონაქმნის საფუძველზე მე უკვე შესაძლებელია იმის დამზადება ბიოქიმიურად მე რაღაცა მივიღოთ ორგანული რაღაცა ქსოვილები და უჯრედები რაღაც. აი ესეთი მომენტებია და თან გოეთეს შაყერი თუ კრიტიკა იმასაც მიმართული რომ ის პრეტენზია რომ მეცნიერებას უზეს გამოდიოდა იმ პრეტენზიით რომ მას აქვს უნარი რომ ამ სამყაროში ყველაფერი შეიმეცნოს აი ამას ეს კრიტიკაც არის გოეთესთან. საბოლოო ჯამში და ბუნების მეტყველება კი ბატონო მაინც რაღაც დონეზე შეიმეცნებს სამყაროს, მაგრამ ის პრეტენზია რა თქმა უნდა ძალიან პრეტენზიული პრეტენზია რომ თურმე ვითომ აი ბუნების მეტყველებებს და ზოგადად მეცნიერებს შეუძლია მთელი სამყარო რაღაც შეიმეცნოს. ესე არა გოეთეც ამის თქვათ ამ კრიტიკით გამოდის რომ იმიტომაც არის რომ თქვათ ის ფაუსტი იმიტომ უარყოფს იმ ყველაფერს თავის კაბინეტური ტიპის მეცნიერებას და იმ ექსპერიმენტულ მეცნიერებას საბოლოო ჯამში ხო ანუ ხდება რომ მისთვის და მეცნიერებისთვის საბოლოოდ სამყარო მაინც ბოლომდე შეუცნობელი რჩება ამ დასკვნამდე მიდის უბრალოდ აქ მეორე პრობლემაა რომ ის ეთიკური ბაზისია მნიშვნელოვანი გოეთესთვის აი ამის დეფიციტი შუასაკის კრიზისის მომსწრეები ვართ, რაც თქვათ საინტერესო ფენომენი არის, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, დღესაც საინტერესოა რაღაც გაკურვება ჩვენ საზოგადოებაში და მსოფლიოში. როდესაც ადამიანი ახალგაზრდა ის ცდილობს მიესწრაფოს რაღაც კარიერული თუ პიროვნული ზრდისკენ. რაღაც შუასაკის კრიზისი სწორედ ალბათ ამას ეწოდება. როდესაც ადამიანი ხვდება, რომ ბევრი სხვა რამ არის სამყაროში საინტერესო. კი, რა თქმა უნდა, თუნდაც სიყვარული ხო? აი ხა ეს ფაუსტის ეს ტრაგედიაც ეგ არის, რომ აი ეს გადაყვა სციენტიზმს საბოლოო ჯამში და ეს ეროსის და აი ტრფობის სიყვარულის მე დეფიციტმა გამოიწვია მისი ტრაგედიაც, ხო? იგი გრეთენთან დამოკიდებულებაში საბოლოო ჯამში თუ კი რაღაცა ესეთი აღრთვანები და ერფურხტით ხდება რაღაცა მოხიბლული ამ გრეთჩენის სიწრფელი და ამ გოგონათი მე უკვე ის მისთვის სექსუალური ჟინის დაკმაყოფილების ობიექტია ხო დაიკმაყოფილებს ამ ჟინს და მე აღარც აინტერესებს ხო აი ეს მისთვის უკვე ანუ ეს სიყვარულიც რაღაცნაირად ეროსი ამ სულიერი სიყვარული რაღაც კუპიდიტასად ანუ აი ხორციელნებად ან ლიბიდოზულ მისწრაფებად გადაიქცა. ახალგაზრდობიდან არ აღზარდა თავში სწორედ ეს უნარი სიყვარულისა. ეს მომენტია ხო. მე კი არის მეორე ნაწილში კიდევ უჩნდება სიყვარული ელენეს მიმართ, მაგრამ ის ყოველი ელენე უკვე ეს წმინდა წარმოსახვით სიყვარულია და იმასაც კარგავს მე საბოლოო ჯამში ბუნებრივია ეს. ელენე როგორც ტრფობის მეორე ობიექტი მისი წარმოსახვიდან ქრება, იმიტომ რომ მის წარმოსახვაში მე უკვე ეს კალოკაგათიის პრინციპი რაც არის თქვა, ეს ელენეც და გრეთჩენიც ეს აი ამას განასახიერებენ უმაღლეს მშვენიერებას, აბსოლუტურ მშვენიერებას, აბსოლუტურ სიკეთეს და ერთსაც კარგავს და მეორესაც გოეთე რა იყო ფაუსტი, როდესაც გრეთჩენს მიატოვებს და როცა მისი წარმოსახვიდან ელენეს ქრება ეს ტროელი ელენეც და მისი ცნობიერება უკვე ხდება წმინდა ესეთი მატერიალისტური და პოზიტივისტური. და ამაში რა თქმა უნდა ეს მეფისტოფელი უწყობს ამას ხას, იმიტომ მეფისტოფელიც არის აი ამ ტიპის ცნობიერების განსახიერება, ანუ ინსტრუმენტული გონების განსახიერება მეფისტოფელი ერთი მხრივ და მეორე მხრივ აი ამ რაღაცა პოზიტივისტური მატერიალისტური ცნობიერების. მაგრამ ახლა ისიც უნდა ითქვას, რომ მეფისტოფელი კი არის ცალკე პერსონაჟი, მაგრამ მეფისტოფელი ამავდროულად თვითონ ფაუსტის არსის, ფაუსტის ნაწილია, თვითონ ფაუსტია ეს მეფისტოფელი.
მეფისტოფელი, უბრალოდ მეფისტოფელისეული საწყისი არის მასში, ხო, ერთ-ერთი საწყისია. ეს გრეთიანისეული საწყისი განიდევნა მეფისტოს მიერ ფაუსტს. ანუ ფაქტობრივად ფაუსტის ცნობიერების ტრაგედიაა მთელი ეს ნაწარმოებში. წარმოადგენს მეფისტოფელსა და გრეთხენს შორის ბალანსს. და როგორც კი ერთი იმძლავრობს მეორეზე, და საბოლოო ჯამში მაინც მეფისტოფელმა იმძლავრა, ხო, თქვათ. იმიტომაც გახდა ეს მე რომანტიკოსი პერსონაჟიდან პირველ ნაწილში რაც არის ფაუსტი, მაინც ესეთი მოსიყვარულე, მაინც ერფურტია მასში, წრფელია მისი სწრაფვები. მეორე ნაწილში მაინც საბოლოო ჯამში გვევლინება ტექნოკრატად და დიქტატორად. ეს აშკარაა განსაკუთრებით მეხუთე ნაწილში. მანამდე კიდე მეორე ნაწილი, ანუ ფაქტიურად მთელი მეორე ნაწილის მანძილზე ფაუსტი არის თანამონაწილე ამ მოდერნის ეპოქის რაღაცა აი ამ პროცესების. ჯერ ხო თქვა და გლობალურ პოლიტიკაში და ისტორიაში შეჭრილი. პირველ მოქმედებაში ესე იგი ფაუსტი და მეფისტოფელი კაიზერის გერმანიის იმპერატორის სამეფო კარზე არიან, იქ არის რაღაცა გასართობი ინდუსტრიის ასეთი მენეჯერები, ასევე ფინანსისტები, ისინი ქაღალდის ფულს გამოიგონებენ. მეოთხე მოქმედებაში მთავარსარდალია ერთ-ერთი ეს ფაუსტი, იმის აი ამ ეხმარება კაიზერს, რომ ის ანტიკაიზერი, ანტიიმპერატორი დაამარცხონ. ის ანტიიმპერატორის პროტოტიპი ნაპოლეონია, როგორც მიუთითებენ. და მეხუთე მოქმედებაში დიქტატორი და ეს კოლონიზატორი. ანუ იმის არასდროს რომ ფაუსტი დაეხმარა იმპერატორს და დაამარცხებინა ეს ანტიიმპერატორი, მე ეს დაასაჩუქრებს იმით მიწით, მაგრამ ესეც ირონიაა, ანუ და იმპერატორმა დაასაჩუქრა რაღაცა წვრილი ზოლია ზღვის სანაპიროზე რაღაცა ნაგლეჯი. ამიტომ ცდილობს ის რომ მე თავის ტერიტორია გააფართოვოს და ზღვაუკოაქციოს კი ამას შეძლებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მარცხდება. ბუნებასთან ბრძოლაში მაინც მარცხდება ფაუსტი. ვერ დაიმორჩილებს. ესე რომ დაუბრუნდეთ საწყის შენი წიგნისას, ვინ არის ფაუსტი და ეხლა რაზეც ვისაუბრეთ, ეტიმოლოგია თვითონ ამ სიტყვის და თვითონ ფაუსტის ეხლა ხო საინტერესო მომენტია თვითონ ფაუსტისაც და მეფისტოფელისაც იქ თვითონ აი ეს ეგრეთ წოდებული ონომატოლოგია თუ ონომასტიკა, ანუ პერსონაჟთა სახელების სიმბოლურობა. არის მნიშვნელოვანია გოეთესთან და ამას აქცევს ის ყურადღებას. ეხლა ფაუსტით რო დავიწყოთ, ფაუსტის თქვა ფაუსტუსი ლათინურიდან მოდის, ხო? ფორტუნა, ანუ ფაუსტი ესე შეიძლება გაიშიფროს როგორც ბედისნებიერი, იღბლიანი და ამ თვალსაზრისით რაღაცნაირად უმართლებს მას და ბოლოს მართლაც ის არის ასაკოვანი 100 წლის არის, როდესაც ის გარდაიცვალა, ხო? ანუ რაღაცნაირად ბედისნებიერია და იღბლიანი ერთგვარად, ხო? რაღაც უმართლებს. და ყოველთვის რაღაცა სიტუაციიდან გამოძვრება ხოლმე. აი ესეთი პერსონაჟია და ამას აღწევს ის მისი ეს ლათინიზებული ვარიანტი, ხო? ფაუსტი, ანუ მოდის სიტყვიდან ფორტუნა ლათინური. ანუ იღბლიანი, ბედისნებიერი. მაგრამ ფაუსტი ასევე გერმანული სიტყვაც არის, ხო? ფაუსტი, ანუ მუშტი. მუშტი სიტყვით ესე ითარგმნება. ანუ გერმანული სიტყვა ფაუსტ, ქართული შესატყვისება ქართული სიტყვა მუშტი. ამით ალბათ მინიშნებულია რომ ესე იგი ეს არის პერსონაჟი რომელიც რაღაცა თავისი ნებელობის განვითარების პროცესშია მუდმივად და სულსო აგრესიული და სულსო მუდამ თავისი გაიტანოს და პრინციპში ესეც არის რასაც ამოიჩემებს თავისი გააქვს აი ეს მომენტია ხო და ეს უკვე ფაუსტის ეს თვისება უკვე ზუსტად აი ეს ცუდი თვისება რომელიც მასში აი ამ ერფურტის აი ამ მოწიწების, კრძალვის, მოფრთხილების ეთიკურ საწყის უკვე ბლოკავს და რაღაცნაირად ანადგურებს რა. ხო და აი აქ არის სწორედ ეს მეფისტოფელიც და მისი სახელის ეტიმოლოგიაც საინტერესოა. როგორც მიუთითებენ კომენტატორები, ესე იგი მეფისტოფელი ესო არის ორი ძველებრაული სიტყვისგან შედგენილი სახელი. მეფირ და თოფელ. ანუ მეფირ ნიშნავს ესე იგი ძველებრაული სიტყვა მეფირ ნიშნავს დამანგრეველს, გამანადგურებელს და თოფელ ნიშნავს აი მატყუარას, უარმყოფელს. ანუ ფაქტიურად აი ამ ორი მომენტი საწყისში შეერთება ეს ჩვენი მეფისტოფელი. ანუ ის არის თვითონაც ამბობს და უარმყოფელის სულია
მაცუნებელი სული ერთი მხრივ და მეორე მხრივ გამანადგურებელი დამანგრეველი სული. ანუ გამოდის რომ ფაუსტის არსში, ფაუსტის პერსონაჟში არის ეს გამანადგურებელი და თვითგამანადგურებელი საწყისიც, ხო? და შესაბამისად მეფისტოფელის ფაუსტთან თანაყოფნა და თუ თანაყოფა ნიშნავს იმას, რომ მეფისტოფელი ფაუსტში მუდმივად აღვივებს აი ამ სულის კვეთილს. გამანადგურებლისას და აი ამ და აცდუნებს, რომ თქვათ ატყუებს და გადააქცევს მას აი ამ რაღაც უარყოფელ პერსონაჟად. იმის თქმა მინდა რომ თქვათ ატყუებს რა თვალსაზრისით რომ თქვათ, როდესაც მეფისტოფელი რაღაც მატერიალისტურ პოზიტივის თუ რაღაცა განწყობებს და მსოფლმხედვას შეაქვს, ასე ვთქვათ, მსოფლმხედვას შეაქვს ფაუსტში, აი ეს არის ფაქტიურად უამყოფელობა და ტყუილი, იმიტომ ფაქტიურად მეფისტოფელი სამყაროს ერთგანზომილებას უჩვენებს იმას, ფაუსტს. მაშინ როდესაც სამყარო მრავალგანზომილებიანია, ხო, ვთქვათ, ანუ მეფისტოფელი ატყუებს იმ თვალსაზრისით, რომ ვთქვათ, რომ სამყარო ერთგანზომილებიანი და მატერიალურია. არა და მე ირკვევა გოეთესა, რომ სამყარო არ არის მხოლოდ მატერიალური, ასე ვთქვათ, საგნობრივი განზომილების, არამედ მას აქვს მეტაფიზიკური განზომილება და აი მეფისტოფელი ამაში ატყუებს, ვთქვათ, თუნდაც აი ონტოლოგიური თვალსაზრისით, ყოფიერების შემეცნების თვალსაზრისით, რომ ჩააგონეს, რომ მხოლოდ ეს მატერიალური სამყარო, რომ ფაუსტი მხოლოდ სხეულია და რომ მასში სული არ არის და აი მსგავსი რაღაცა. ამდენად მეფისტოფელი არის და მეფისტოფელი უგრებს ფაუსტს ამ იდეალისტურ რაღაც წარმოდგენებს, ხო? და ეს გამოვლინდა თუნდაც აი გრეთენთან მიმართებაში. გრეთენი როგორც აი მარადქალურის საწყისი. გრეთენზე ლაპარაკობ ცოტა მეტი ხა. გრეთენი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი აი ეს შეგვიძლია იმ დავიწყოთ რომ აი მარადქალურის იდეა გატარებულია. აი საბოლოო ჯამში მარადქალურმა მარადქალური თარგმანი გაქვს, არა პირველად მასვეს ეს ტერმინი. არა ესეა კი, das ewig weibliche. ეს ყველა ასე ვთქვათ. ანუ თვითონ ამ სიტყვა ჩემთვის გაუგებარია, რატო მარადქალური ანქალურია ან არა და თუ ქალურია მარადქალურია რა. თუ შეიძლება შეიცვალოს ცვალებადი. არა, ცვალებადი არა, მარადიული განზომილება. მარადქალურია. ანუ თვითონ როგორც გოეთესა ewig weibliche, ewig das ewig weibliche, ანუ მარადქალური. არა, ეს უკვე მიღებული ის არის ყველა ქართულ ტექსტებში, თარგმანებში იქნება თუ ასე შემდეგ, უკვე დამკვიდრებული ფორმა, ჩემის არ არის, მიგნება არ არის, უკვე დამკვიდრებული ფორმა, უკვე კაი. მარადქალური das ewig weibliche. ეს აი მარადქალური არის ალტერნატივა და რომელიც მე საბოლოოდ თავის წიაღში შეიყვანს იმას ფაუსტს, მაგრამ გრეთენს უკავშირდება, გრეთენი ერთ-ერთი ჰიპოსტაზია მარადქალურობის და მარადქალურიდან მოდის ეს ეროსი და სიყვარული, ხო? რომლის დეფიციტი აქვს მე საბოლოოდ ფაუსტს და გრეთენი არის აი ერთ-ერთი ასე ვთქვათ ჰიპოსტაზია მარადქალურობის, რომელიც განასახიერებს აი მართალია ხა ისეთი მასშტაბით არა როგორც ტროილი ელენე, მაგრამ ეს გრეთენიც არის აი ამ ეგრეთ წოდებული კალოკაგათიის, ანუ აბსოლუტური მშვენიერების, აბსოლუტური სიკეთის, უბრალოების, სიწყფელის, აი ამ პირველყოფილი ბუნების რაღაცა დაწმენდილობის, ჰარმონიის, აი ამ ყველაფრის განსახიერება, აი გულუბრტულო როგორ ახო თქვა. ტროელი ელენე უფრო დამანგრეველი ეს მიზეზია უბედურების და ეს არა. არა, ტროელი ელენეც ამ შემთხვევაში უკვე ფაუსტისთვის ის წარმოსახო დამანგრეველი იმ გაგებით რომ ელდაეცა და კომაშია მე ფაუსტი და შეყარებულია მასზე, მაგრამ მე უკვე კომაში მყოფი გადადის იმაში წარმოსახვებში და დრო და სიუცეს გადალახავს ეს ჩვენი ფაუსტი მეფისტოფელთან და ჰომუნკულუსთან ერთად და მე აღმოჩნდებიან ხო კლასიკური ვალპურის გამია და მე მენელაუსის სასახლეში იქ და მე არკადიაშია უკვე ელენე და იქ რაღაც წარმოსახვითი ტრფობა მე ბავშვის უჩნდებოდა რაღაცას ეუფორია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეორე ნაწილში ფაუსტსა და ელენეს შორის დიალოგში ირკვევა რომ ეს ელენეც არის უფრო მასშტაბური განსახიერება ამ იმას აი ამ კალოკაგათიის პრინციპის. მაგრამ ეს უკვე წარმოსახვებში, მაგრამ რეალობაში მას გრეთენი შეხვდა, მაგრამ იქ მანამდე ის რომ არის ალქაჯის სამზარეულო იქ სურათს დაინახავს ფაუსტი. იქ ხოლმე გაახალგაზრდავდეს. ეს გაახალგაზრდობა რა თქმა უნდა მეტაფორულია და არა ფიზიოლოგიური.
ფაუსტი ისე მასაკში ვარჩება, იმ შუახმის ასაკში მხოლოდ მასში ეს ახალი შემოქმედებით ლიბიდოზური ძალები იღვიწებს, დალებს რაღაც სასმის. და იქვე დაინახავს მე მას რა ქვია სურათს და მის აღქმაში ეს სურათი არის როგორც გრეთენიც არის და ელენეც არის. ანუ ელენი არის ასე ვთქვათ მთავარი ისა თავარი ხატი აი ამ ქალურობის და მარადქალურობის და ერთ-ერთი განსახიერება მატერიალიზებული ის არის. ანუ ელენი როგორც იდეა და გრეთენი როგორც მატერიალიზებული. გრეთენის პრობლემა იყო ის რომ გრეთენი მაინც უბრალო გოგონა. ეხლა თუ სოციალურ წრეშიც განვიხილავთ. უბრალო გოგონა რაღაცა ისეთი მოკრძალებული ოჯახია, აღზაც ისეთი არ აქვს ღრმა და ესა. ანუ სად ფაუსტის ასე ვთქვათ ეს მთელი სოდნა და გრეთენს და კატეხიზმუთი აქვს შემეცნებული ეს რელიგიური სოდნა მიღებული და ჩვეულებრივი გოგონა უბრალოდ. ამდენად ეხლა ეს ფაუსტის ის რაღაცა მოთხოვნები ბოლომდე მაინც ვერ დააგმაყოფილა ეს რაღაც სულიერ გონითი მოთხოვნები. საბოლოო ჯამში გრეთენი მაინც გოგონა კი ბატონო ასხივებს ამ რაღაცა სულიერებას, მაგრამ ეხლა აი ეს ინტელექტუალური და ეხლა ეს გაისტური დონე ისეთი არ აქვს. ერთ-ერთი მოტივი ესეც იყო რომ ფაუსტი მას მიატოვებს, ალბათ ეს შეგვიძლია თქვათ რა. მაგრამ გრეთენი არის მაინც ჰეროიკული პერსონაჟი. იმდენად რამდენადაც კი რაღაც დანაშაული ჩაიდინა და კიდე ცალკე დიდი თემა უბრალოდ შორსწავლობას არის ჩვილის ყველობის მად თვითონ ეს რელიგიურ ბიურგერული მორალის პრობლემაა რომელმაც უბიძგა მას ჩვილის ყველობისკენ მაგრამ სხვა საკითხია თვითონ გრეთენი რომელსაც ბოლომდე უყვას ფაუსტი მიუხედავად ყველაფრისა რომ მან ფაუსტმა ეს მიატოვა და ბოლომდე იღებს იმ სასჯელს როგორც ჩვილის ყველობისთვის ისე რაღაცნაირად ტრანსფორმაციას უკეთებს თუ რა ეხა ფროიდის სულად რო თქვა რაღაცა რამბობენ სუბლიმირება კი არა კონსტრუირებას უკეთებს თუ რაღაცა თავის სიკვდილით დასჯას ანუ მისთვის სიკვდილის დასჯა არა მხოლოდ ჩადენილი კრიმინალისტვის დასჯა არამედ ის თითქოს აი რაღაცნაირად ეწირება თავის სიყვარულს თითქოს და აი ბოლომდე ერთგულია თქვა თითქოს კი არა ბოლომდე ერთგულია ბოლომდე უყვარს ფაუსტი ეს სიმპტომატურია რომ ფაუსტი როცა საკანში შევა მის გასათავისუფლებად ის არ გაყვება და ის ბოლომდე იღებს სასჯელს და ეს ერთგვარად რაღაცნაირად იქაც ჩანს მის სიტყვებში რომ მას ფაუსტი ბოლომდე მაინც უყვარს და არ ეთლობა და მე აი რაღაცნაირად ეს სასჯელს იღებს იმის გამოც რომ მას ფაუსტი უყვარს სოკრატესთან ხო რაღაცა შეიძლება რაღაც ეს ხო არ გაყვება შეიძლება გაყვება და მარტივად ეხლა მეფისტოფელის მანქანებით რა უნდა შევიდნენ ისინი საკანში სადაც გრეთენი იყო და მე თავისუფლად შეეძლოთ გამოსვლა და გაქცევა მაგრამ ის არ მიყვება მაინც ფაუსტს და თავის თავზე იღებს აი ამ სასჯელს და სასჯელი აღესრულა როგორც მაშინ იყო წესი ჩვილის ყველობისთვის მაშინ იყო מחვილით თავის კვეთა ასე რომ გრეთენს ელოდება מחვილით თავის კვეთა აი ამ თავისი სასჯელისთვის მაგრამ კიდევ ხას უსვამ ეხლა თქვა ფსიქოანალიტიკურად თუ ვიტყვით ის აი ამ კრიმინალურ სასჯელს გრეთენი ეს იკვეთება მის ტექსტში უკვე საკნის სცენა როდესაც არის ის რაღაცნაირად სუბლიმირებს თუ კონსტრუირებს აი ამ ყველაფერს და თვითონ გადააქვს აღიქვამს როგორც ასე ვთქვათ რომ ის ეწირება აი ამ თავის იმ დიდ სიყვარულს რაღაცნაირად აი მის ერთგული რჩება აი ფაუსტის ერთგულება ერთგვარი აი ეს აქტია რომ ის ბოლომდე ერთგულია ამ სიყვარულის იდეის და ამიტომაც ისჯება ის რომ მან გაბედა და ასე ვთქვათ აი ეს ეგრეთ წოდებული ქორწინებამდელი სექსი ქონდა ფაუსტთან და უყვარდა ეს ფაუსტი და მე მასთან ბავშვი სწავდა ყველაფერი ამაზე წავიდა ის და მაინც ამაზე ამის ერთგული რაღაცა ეს მომენტებია და მან და მე მთავარი მომენტი ანუ გრეთენის გადარჩენა ანუ პირველ ვერსიაში გოეთეს ქონდა რომ აი მეფისტოფელის რემარკა იქ რომ ის დასჯილია ის გერიchtet მაგრამ მე პირველი ნაწილის ბოლო ვერსიაში მე ჩამოდის ხმა ზემოდან და ეს იქა ეს ხმა ამბობს რომ ის გერეთეთ ანუ ის გამოხსნილია და გადარჩენილია ანუ საბოლოო ჯამში მე ირკვევა მე ბოლო ნაწილში როცა ფაუსტის სულის საგამაღლება რომ
გოეთემ გადაარჩინა გრეთიენი და აი მარად ქალუში დაუმკვიდრა ადგილი გრეთიენს და პირველი ვინც ფაუსტს ეგებება ეგ ზეცად არის გრეთიენი და მე ეგ მატერ გლორიოზას მიმართავს ის რა ქვია გრეთიენი რომ ნება მომეცი რომ მე დავმოძღვრო იგი ანუ ფაქტიურად გრეთიენის ტრანსფორმაცია რაღაც დიდი მასშტაბებით ანუ გრეთიენმა უნდა აზიაროს და რაღაცა ინიციაციის ახალ საფეხურზე აიყვანოს უკვე ფაუსტი ანუ გრეთიენია უკვე ფაუსტის აღზრდელი აი მსულიერი თვალსაზრისით აი ესეთი სამოქალაქო ტრანსფორმაციებია და მეტამორფოზები და ეს გოეთე ძალიან მოყვარს აი ესეთი უცნაური გადასვლები და მოულოდნელი მეტამორფოზები იმიტომ რომ იქ მე მგონი ხო ეკერმანთან საუბარში ამბობდა რომ ჭეშმარიტი ტექსტია ინკომენზურაბელ რაღაც ეგეთ უცნაური სიტყვა ანუ მოულოდნელობებით ახსავსე უნდა იყოს ჭეშმარიტი მხატვრული ტექსტიო და ამავდროულად უნდა იყოს აი ესეთი ჩვეულებრივი ადამიანური გონებისთვის მიუწვდომელი ისეთი მოულოდნელი პარადოქსული მომენტებიც უნდა გაჩნდეს თორე ეს კრიტერიუმი ქონდა გოეთეს და ეთქობა ამ კრიტერიუმს ბოლომდე მიყვა და თქვათ ადამიანური ლოგიკისთვის დაუშვებელი იყო რომ თქვათ თუნდაც ფაუსტი სადამაღლებულიყო იმდენი ცოდვების მერე რაც ჩაიდინა ან გრეთიენის მიმართ ან იმ მოხუცი ცოლქმრის მიმართ რომელიც გაანადგურა და მოტაცა ყველაფერი და მერე ლიკვიდაცია უხდა მათ მიუხედავად ამ ყველაფრისა და მისი უხთოობისა ის მაინც ზეცა დაამაყა რა შეიძლება 11593 სტროფში რომელსაც ცალკე თავი გაქვს ხო ეგ 11594 სტროფი ცნობილი სტროფი რა ის ტრიკონი ხო ის ტაები ცნობილი სადაც დაევიდგე თავის ყველა და თავის ესეც შაყირია გოეთი აშაყირებს აი ამ ახალ პოლიტიკურ რაღაც ვიზიონებს და რაღაც ერთგვარ სოციალისტურ ვიზიონებს ანუ ეგ საბჭოური ინტერპრეტაცია იყო რომ აი ეს ახალი ვიზიონია აი ეს თან ახლა ამას ამბობს ის სენის ირონიულობა რა არის ამას მომაკვდავი ფაუსტი ამბობს თავის რაღაცა ვიზიონებში უკვე აგონიაშია და სიკვდილის პირასა და მსმენელები ვინც ყავს გარშემო ვინც ამ სიტყვებს უსმენს არის ეს მეფისტოფელი და არიან ვიღაც არსებები ლემურები ანუ ის იგივე ის ხალხი თვითონ ფაუსტის ყმები მოქალაქეები და ის საფლავს უთხრიან აი ესეთი რაღაცა ესეთი მაღალ ფრაზებს იზახის და რეალობაში ეს ფაქტიურად ეს არის ირონიზებული აი ამ სცენით როდესაც საფლავის თხრის სცენაა და ამ ფონზე ამბობს ფაუსტი ამ რაღაცა თვითონ პოლიტიკურ ანდეზე და ასე შემდეგ მაგრამ ჩემი აზრით აქ ის მომენტია რომ კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ თლიან მეხუთე მოქმედების არსი არის ის რომ ფაუსტმა დიქტატურა დაამყარა და აქვს იდეა ფიქსი ამ ზღვის დამორჩილების და ამ ვიზიონებში ჩემი აზრით ეს თავისუფალი მიწა გულისხმობს აი ამ რაღაცა მიწას ტერიტორიას რომელიც უკვე რაღაც ტექნიკური მონაცემია და რომელიც უკვე ადამიანის მიერ კონტროლდება ანუ აქ არის გატარებული აზრი რომ იდეა ფიქსი ბუნებაზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლების აი თავისუფლებაც ამ შემთხვევაში ამ დონეზე დაიყვანება თავისუფლება როგორც ბუნებაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. შესაბამისად, ბუნებაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ნიშნავს, რომ ბუნების აბსოლუტურ კონტროლს ადამიანის მიერ და შესაბამისად ბუნებაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ადამიანი აი თავისუფალი ხალხი. აი რაღაცა ესეთი აზრია ჩემის აზრით აქ გატარებული. ხო და აი ამ თვალსაზრისით ასე ვთქვათ მიუყვები მე რომ ეს ფრაზა ეს ცნობილი ფრაზა არავითარი რაღაც ეს პოლიტიკური და რაღაცა ხილიასტური და რაღაც მომენტი კი არ არის რაღაცა ვიზიონერი რაღაც ჰარმონიულ საზოგადოებაზე და პოლიტიკური თავისუფლების ანდერძი კი არ არის არამედ არა თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებას რომ ფაუსტი დიქტატორი ფაუსტი ამბობს ამას და ტექნოკრატი ფაუსტი და მის ვიზიონებში ამ შემთხვევაში თავისუფლება დაიყვანება აი ამ დონეზე. ანუ ლაპარაკია ბუნებაზე დამოკიდებულებისაგან ადამიანის გათავისუფლებას. აი არის და აი ეს აზრია გატარებული ჩემი აზრით აი აქ. ანუ ადამიანმა რა დაივიწყოს რომ ასე ზემოთ რამე დგას. ხო, ანუ ის იყოს რაღაცა, მაგრამ ეს იყოს ეგრეთ წოდებული ზეკაცი, მაგრამ ის ზეკაცი საინტერესოა რომ ჯერ კიდე ნიჩემდე გოეთეს აი ეს სიტყვა übermensch და ეთქობა შეიძლება ნიჩემ იგივე გოეთესგან აიღო ეს übermensch ეს სიტყვა ჩნდება აი პირველი ნაწილის დასაწყისში.
პირველ ნაწილის დასაწყისში, აი, როდესაც ფაუსტი ცდილობს, რომ ეს მიწისული გამოიხმოს და მიწისულს რო გამოიხმოს, შეშინდება, დაფრთხება ფაუსტი ამ მიწისული საზავლობისგან და მე ეს მიწისული დასცინის. შენო ესო შენი თავი რო ზეკაცა და უბერმენშად მიგაჩნიაო. რა იყო რა ჩემს დანახვაზე და შიშმა შეგიპყრო და რაღაც. ხო და აი ფაქტიურად აი ეს უბერმენში რაც გოეთემ მიგდაანონსა დასაწყისში ფაუსტის უბერმენშობა და ფაუსტი ძო ზეკაცობდა თავის ჯგუფში. მერე ფაუსტს ეს მომენტის აწვალებს და აი ამ ბუნების დამორჩილებით ის რაღაცა თითქოს და ცდილობს რომ ის იყოს ერთგვარი ზეკაცი. ზეკაცი რომელმაც უბერმენში რომელმაც ასე თქვა ბუნება დაიმორჩილა ერთი მხრივ და მეორე მხრივ დაამყარა ის რაღაცა კონტროლი მთელს დედამიწას. იმიტომ მეფისტოფელი ხო ეუბნება რომ აი შენი სასახლიდან განაგებ მთელს სამყაროს და გაქვს კოლონიები და მართლაც აქვს კოლონიები ფაუსტს და საიდანაც მოდიან ეს გემები და მის ამ ახალ კოლონიაში ჩამოაქვდეს ნადავლი და კოლონიზებული მთელი სიმდიდრე და რაღაც. ხო და საბოლოო ჯამში აი ამის კრიტიკა დაცინვა და ირონია მე გოეთესთან. ეს უბერმენში მაინც არ არის უბერმენში, იმიტომ რომ ბუნება მაინც იმძლავრა ფაუსტზე და ფაუსტმა ვერ დაიმორჩილა ეს ბუნება და ვერ გათავისუფლდა იმისგან. იმიტომ რომ იქ ზღვა მე ბოლოს ფაუსტის აი ამ იმას კოლონიას და ზღვის სანაპიროზე გააშენებულ ქალაქს კლიენად ისე წალეკავს. გაიგეს ფორმაზე და მე ვისაუბროთ რატო არის ეს მაინც PSS ფორმატი ხო აი ჩემთვის ეხლა ხო ფორმა კი ეს თითქოს და ის არის რა ქვია დრამატული ფორმა მაგრამ თვისობრივად ეს ჩემთვის არის დრამატული ეპოსი ის მაინც რაღაცა ის ჰიბრიდული შეიძლება განვიხილოთ კი ვერსიფიცირებულია გალექსილია დრამატული ფორმა აქვს მაგრამ საბოლოო ჯამში ეს რატო აიჩიარეს? ახლა ძველი საბერძნებისგან განსხვავებით უკვე სხვადასხვა ფორმები ლიტერატურის სრულად დამკვიდრებულია. კი შეიძლება თქვა ძალიანად პროზა ყოფილიყო რატომაც არ მით უმეტეს იქ ერთი პატარა ეპიზოდი არის პროზაულადაც იქ ფაუსტის პირველი ნაწილი. მაგრამ როგორც ჩანს თვითონ კონცეფციიდან გამომდინარე, მაინც ჩათვალა საჭიროდ რომ დრამატული მიეცა ფორმა, მაგრამ ფორმა დრამატული ალბათ იქ ეს იმიტომაც რომ გოეთე ცდილობს ყველა აი ეს არსებული ვერსიფიკაციული არსენალი გამოიყენოს და გამოიყენა კიდევაც. ანუ მთელი ეს საზომები, პოეტური საზომები, გარითმები, რაც კი არსებობს, ხო, თქვა, აღარ ჩამოდი შევსწავლოთ. ყველაფერს ყველანაირი ტიპის გარითმას და ყველანაირი ტიპის იმას სალექსო საზომს იყენებს. იქნება ეს ანტიკური, იქნება ეს შუა საუკუნეების ევროპული თუ იქნება ეს საკუთრებულ გერმანულ კნიტელ ვერსები და ასე შემდეგ. ანუ აქ ალბათ ეს მომენტიც იყო რომ გოეთეს თავისთავად წარმოეჩინა როგორც აი სხვაც სიტყვის დიდოსტატი და როგორც უნივერსალური პოეტი რომელიც აბსოლუტურად ყველანაირ სალექსო საზომს და ფორმას ფლობს. ეს ერთი. მეორე ალბათ დრამატული ფორმა იმიტომაც მისცა რომ უფრო მეტად ასე ვთქვათ პერსონაჟების შინაგანი სამყარო უფრო სრულყოფილად წარმოჩენილიყო. მაგრამ იმდენად უნივერსალური და ყოვლისმომცველი ეს ტექსტი მიუხედავად დრამატული ფორმისა ჩემთვის ეს მაინც ჰიბრიდული ტექსტია ანუ ეს ეპოსია ამავდროულად რაღაცნაირად ეს არის ეპოსი დრამატული ეპოსი შეგვიძლია თვითონაც ამბობს რომ ეს რაღაცა ერთ-ერთ ჩანაწერში რომ ეს არის მისთვისაც ეს არის დრამატიშეს გედიხტ ბოდიში ეპიშეს გედიხტ ანუ სიტყვასით ეპიური ლექსი ანუ ეპოსი რომელიც არის ასე ვთქვათ დრამატული ფორმის ხო და რა ესეთი საინტერესო ისა ფორმა დრამატულობას კიდე რაც დრამატულ ფორმას რაც შეეხება კიდე ეს არ არის არანაირად რაღაც ის კლასიკური ტრაგედიის ფორმა ეს სამიერთიანობის პრინციპი და ასე შემდეგ ეს არის რაღაცა მონტაჟის პრინციპზე აგებული რაღაცა დრამატული მოქმედების განვითარება ეს არის მრავალფეროვნება დროის სივრცეების დროების და სივრცეების მრავალფეროვნება და თანაც ეს დრო არის ყველანაირი თანამედროვე ისტორიული ყველანაირი ეპოქალური დრო არის აქ შემოსული და ისტორიულ თვალსაზრისით 1000-ნაირი სივრცე და დრო არის აქ ეს გადაადგილდა
თვითონ გოეთე მთელი ფაქტორ მთელი ცხოვრება წერდა რა 60 წლის მანძილზე წერდა ესე იგი 1770 წლებიდან დაიწყო და აი სიკვდილის წინ ერთი წლით ადრე დაამთავრა დალუქა ანუ ამ ცხოვრებისეულმა ეტაპებმა იქონია კი ესე იქონია გავლენა რა თქმა უნდა იმიტომ რომ გზა და გზა თავის ცოდნას აგროვებს როგორც შემოქმედებით როგორც პოეტი იხვეწება და ის ცოდნას იღებს მინდა პოეტოლოგიური თვალსაზრისით შემოქმედებითი მეთოდიკის თვალსაზრისით ის იძენს ცოდნას და ასევე შემეცნებით საბუნებისმეტყველო ფილოსოფიურ ცოდნას აგროვებს ამავდროულად ეს ყველაფერი გაირეკლება გოეთეს აი ამ უნივერსალურ ტექსტში რაც მისი მთავარი ტექსტია და ამიტომაც ეს უნივერსალური ტექსტია ყველანაირი გაგებით ფორმის თვალსაზრისით იდეური თვალსაზრისით და ყველანაირი თვალსაზრისით თვითონ არის ფაუსტი პრაქტიკულად თვითონაც არ შეგვიძლია თქვა რაღაც დონეზე გავაიგიოთ იმიტომ თავის ცხოვრების გამოცდილებას უამრავი არის ასახლი და არეკლილი აი ეს საუბრის ბოლოსკენ ერთი კითხვა მინდა დაგისვა ძალიან პოპულარული იყო ფაუსტი 19 საუკუნის ქართულ წერილობაში რომანტიკოსებიდან მოყვებებული და მე განსაკუთრებით ელიას საგარგაკესთან ძალიან ბევრი პარალელი შეიძლება მოვიხმოთ ამასთან დაკავშირებით. აი, როგორ ვფიქრობ, რატო იყო ეს რუსული იმპერიის გავლენა არის თუ იქ გახდა ეს გერმანული კულტურა პოპულარული თუ ხო არა თვითონ გოეთეს ფიგურაც მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში და ფაუსტი როგორც აი აღიქმება არა მარტო საქართველოში თვითონ გერმანიაშიც ფაუსტის ფიგურაც რაღაცნაირად აღიქმება როგორც მოწინავე განმაახლებელი რაღაც იდეების გენერატორი და შემოქმედი და განმახორციელებელი რაღაც. ხო, სვათოს კონსტანტინე გამსახურდიასთანაც ასე აღიქმება. ანუ ერთ-ერთი ესები უძღვნა გოეთეს და იქ ფაუსტზე რასაც წერს, ის უბრალოდ ეს ხაზია, რომ ფაუსტი როგორც მოდერნის ეპოქის რაღაცა მოწინავე სულისკვეთება და მისი გამოვლინება. ეთქობა ალბათ მანამდეც გოეთესა და ფაუსტის ფიგურა ეს სტერეოტიპი ჩამოყალიბდა მაშინ რომ ის რაღაც იდეალიზებული პერსონაჟი არა და ესეთი იდეალიზებული არის საბოლოო ჯამში კრიტიცისტული მიდგომაა ჩემს ტექსტში რომ ფაუსტის პერსონაჟის მიმართ და მანამდე ეს იდეალიზებული იყო როგორც რაღაცა თავისუფლების მეხოტბე თავისუფლება აი იგივე ის სტროფის ხო ესე გაიაზრებოდა როგორც პოლიტიკური თავისუფლების მებრძოლი პერსონაჟი როგორც ახალი იდეების როგორც პროგრესის როგორც განვითარების საზოგადოებრივი განვითარების რაღაცა კრეფსითი სახე და კონტექსტიც ეს იყო ხო თქვათ ფაუსტი როგორც მოწინავე რაღაცა პროგრესული პერსონაჟი ხო აი ნუ ილიას განდეგილი თავს გრეთენის და ფაუსტის ურთიერთობა და განდეგილში ძალიან გავს ან ნიკო ბარათაშვილის სულობოროტო იმ მოგიხოჩა ხო ეს ყველაფერი ძალიან ხო ეს მოტივი ხო თან ეს ეშმაკთა სულის მიღების ეს მოტივები ძალიან ესე თქვათ ძალიან მიიღო მიმზიდველია და გოეთეს ფიგურას და გერმანული რაღაცა სულიერებას ნელ-ნელა ძალიან დიდი დოზებით შემოდიოდა იქ. თან ილიასთანაც განსაკუთრებით ილია როგორც განმანათლებელი ჩემი აზრით უფრო აი გერმანული განმანათლებლობის მიმდევარია უბრალოდ აი აჩრდილშიც ძალიან კარგად ჩანს. ალბათ ამიტომაც და გოეთეც ესე იგი როგორც განმანათლებელი მწერალი ისე აღიქმებოდა ჩვენი მწერლების ასოციაციად ცნობიერებაში. ხო ეს განდეგილში ეს ორი ხალი ერთი ცოცხალი და მეორე წარმოსახვით მშობლის ხატი და ნუ პირდაპირ ჩემი აზრით აი ამ ტექსტით არის ნასაზრდოები ეს. კი საინტერესოა ხო ეგ არ მიფიქრია მაგას. ყოველ შემთხვევაში ფაუსტი როგორც ახალი პოლიტიკური ფიგურა ალბათ ესე აღიქმებოდა რაღაც მოწინავე და რაღაცა ჰუმანისტი და ასე შემდეგ. აი შეიძლება ითქვას. კარგი. შემდეგი გადაცემა რომანტიკოსებს უნდა ჩავწეროთ. კი ბატონო სიამოვნებით.